და კარგია როცა გაქვს ცხოვრებაში როცა შეგიძლია დაამოწმო და თქვა მე ამ სირთულეშიც ვიყავი აქაც წესქვილის გვარდატრიალებულა ამ ქვეყნაზე ასე იციან ხოლმე წესქვილის გვარდატრიალებულაო ჩემს დაიმხელა რაღაცები მაქვს გავლილი მაგრამ მას არასოდეს არ მიუტოვებივართ და ის მუდამ ჩვენთან არის წუთისოფლის აღსასრულამდე მისი აღთქმა ჭეშმარიტია და ის პავლე მოციქული ამბობს რომ მისი შეპირებები და მისი აღთქმები არის ხო და ამინი. მეორე მხარეა ჩვენ როგორ გვწამს ის და რამდენად რჩებით ამ რწმენაში და მივყვებით დღეს მე მინდა რომ დრო გამოვიყენოთ მაქსიმალურად და წინამსახურებას გავიხსენებ და ყველას მოგიწოდებდით რომ ეს თემა კარგი იქნებოდა რომ გულდასმით მოისმინოთ. ის არის სოციალურ ქსელებში დადებული და კარგი იქნებოდა ზოგმა ვერ შეძლო დასწრება ზოგი დაკავებული იყო სხვა რაღაც ჩვენ ვისაუბრეთ 5 განსაკუთრებულ მნიშვნელოვან აღთქმაზე რომელსაც უფალი პირდება ყველა მიძღვნილ ქრისტიანს ყველა მორწმუნას რომელმაც დღეს გადაწყვიტა უფლისთვის მოითმინოს აიტანოს გადაიტანოს და გაუძლოს ყველა იმ კრიტიკას და იმ ცინიზმს, რომელიც ჩვენ გვხვდება უფლის გამო. ქრისტე როცა 9 ნეტარებას ასწავლიდა, მან თქვა, ნეტარ ხართ თქვენ, როცა გლანძღავენ, გდევნიან და ყოველგვარ აუქს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო. იღოველი გახდი? პირველად ახალგაზრდა ბიჭი რო ვიყავი და პირველად ეს რომ მითხრეს და რაღაც სექტაში შესულ ხარ, სადღაცას გაუსაძლესი იყო ჩემთვის. მე არავის არ ვარჩენდი არც სიტყვას არც შეურაცხყოფას არ და ყოველთვის შემეძლო ხურდა კი არ ისეთი რაღაცები დამებრუნებინა განსაკუთრებით რომ დავლევდი მე მახსენდებოდა ყველაფერი და აი ყველა ამბობდა რომ შე რო გიქრო და ესე არავის არ უქროდა დროსო და ფიქრობდა რომ აი ვერ შევძლებდი ამ წლებამდე მოსულიყავ იმიტომ რომ ძალიან ცუდი სიმთვრალეც მქონდა მაგრამ სიმთვრალე ყოველთვის სადღაცას რაღაციდან იღებდა სათავეს და მადლობას ვუხდი ღმერთს რომ დღეს სხვა გაგება მაქვს ამ საკითხთან დამოკიდებულებაში და იგივეს მოგიწოდებთ თქვენ. მაშინ ადვილად ღიზიანდებოდი, რისხდებოდი, მინდოდა რაღაცა შეურაცხყოფით მეპასუხა, მაგრამ დღეს ცოტა სხვაგვარად აღვიქვავ ამ ყველაფერს და მინდა რომ თქვენც იგივე გაგება გქონდეთ. მოციქულებზე წერია რომ სცემესო მოციქულები დაამცირეს და ისინი მოდიოდნენ და უხაროდათო. რა უხაროდათ? ქრისტეს სახელის გულისათვის შეურაცხყოფნის ღირსნი გავხდითო. ხალხს უხარია, როცა აი მათ ავტორიტეტს მოიხსენიებენ, პატივს სცემენ, ადღეგრძელებენ, რაღაცა ადამიანებისგან დიდებას იღებენ. მოციქულები მოდიან ნაცემები და უხარიათ და რა უხარიათ? ქრისტე, რომელმაც შექმნა სამყარო და ყველაფერაც მასში, ტახტები, ძალაუფლება, ბატონობანი, მმართველობანი, არა მარტო ამ წუთისოფელში, არამედ მარადისობაშიც. ყველაფერი მისაგან და მის მიერ შეიქმნა და ყველაფერი მისთვის შეიქმნა. და როცა ეს ასეა და ქრისტე რომელიც არის უზენაესი ღმერთი, მის გამო ჩვენ შეურაცხყოფის ღირსნი ხდებით და უფალი გვაკვირდება ამ დროს ჩვენ შეგვიძლია თუ არა მოვითმინოთ ეს, ავიტანოთ ეს ყველაფერი და რატომ და რისთვის. ნახეთ პირველ ეკლესიას ჰეროდეს დროს, ნერონის დროს ძალიან დიდი დევნები ჰქონდათ და მათ ცუდ მდგომარეობაში აყენებდნენ არა მარტო სიტყვიერად, მათ ხერხავდნენ, ქოლავდნენ. ებრაელთა წერილს კიდევ ერთხელ წავიკითხავ. მათ რას არ უკეთებდნენ? ყველა საშუალებას იყენებდნენ მათ საწინააღმდეგოდ და ნახეთ როგორ წერია. ზოგნი გინებასა და ცემას განიცდიდნენ, აგრეთვე ბორკილებსა და საპყრობილეებს. მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენო, מחვილით იხოცებოდნენ. დაეხეტებოდნენ ცხრის ტყავებით და ნორმალური ტანსაცმელი არ ჰქონდათ. ცხვრისა და თხის ტყავებით. განიცდიდნენ ნაკლოვანებას, არც საჭმელი ჰქონდათ და არც სასმელი. განიცდიდნენო დიდ ტანჯვას. ისინი, რომელთა ღირსი არ იყო მთელი ქვეყნიერება.
ღმერთის თვალში ისეთი ძვირფასები იყვნენ ისინი. მათი ღირსი არ იყო მთელი დედამიწის სიმდიდრეები და ქვეყნიერება მთლიანად ეხეტებოდნენ უდაბნოებსა და მთებში, ქვეყნის ღვიმეებსა და ხეობებშიო. 35 მოხდაც ავიკითხავ ზევით. სხვები კი ეწამებოდნენ და მათ სთავაზობდნენ შანსებსა და ვარიანტებს. შენ შეგიძლია რომ უკეთესად იცხოვროთ და კარგად გქონდეს საქმე. ეწამებოდნენო და ამ წამების დროს შეთავაზებას ღებულობდნენ გამოხსნაზე და შეთავაზებაზე უარს ამბობდნენ. რატომ? რათა უკეთესი აღდგომისათვის მიეღწიათო. სიცოცხლე არ მიაჩნდათ ფასად, რადგან უყურავდნენ მარადისობას და იცოდნენ რომ არის საზღაური როგორც ამ ქვეყნად არის საზღაური მარადიული. ჩვენ წინამსახურებაზე ვილაპარაკეთ 5 გვირგვინზე. მე დღეს აღარ შევეხები ამ 5 გვირგვინს სათითაოდ და დაწვრილებით, მაგრამ ყველა ვინც აი ამ უბედურებაში ჩავარდნილი, იმავე დროს თითქოს და ეუბნებიან აგერ გამოსასვლელი გამოდი მაგ სიტუაციიდან და შეგიძლია რომ უშველო შენს თავს, ისინი უარს ამბობდნენ, ან ვერ იყვნენ თავიანთ ჭკუაზე, ან ძალიან ღრმად მორწმუნენი ხედავდნენ იმას, რასაც სხვები ვერ ხედავენ. ებრაელთა წერილში იგივე თავში მე-11 თავში ბიბლია ამბობს რომ მოსე რომელიც გაიზარდა ფარაონის კარზე და ფარაონის ასულის ძედ უნდა წოდებული იყო, განათლებაც ჰქონდა, მომზადებაც ჰქონდა, პოზიციაც ჰქონდა და გაიგო რომ ის იყო მოწოდებული ღმერთის ჭურჭელი. ნახეთ როგორ წერია. რწმენით თქვა უარი მოსემო. რაზე ამბობ მოსე უარს? ებრაელთა მე-11 თავს 24 მოხდიდან. რწმენით თქვა უარი მოსემ. როცა წამოიზარდაო ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო. ქონოდა ავტორიტეტი, ძალაუფლება, პატივი, დიდება და ყველაფერი. უარი თქვა რწმენით და უფრო არჩიაო ღმერთის ხალხთან ტანჯვა, ვიდრე დროებითი ცოდვიანი განცხრომა. რა შედარება, რასთან ადრე. დამცირება და დიდება, მე მგონი განსხვავდება ერთმანეთისგან. აქ დიდებას გვირდებიან, აქ ავტორიტეტი გაქვს, ძალაუფლება გაქვს, მომსახურები შენს გარშემო არიან, შენი განათლება და შენი პოზიცია სხვების სამმართველოდ არის და უარს ამბობს მოსე რატომღაც, უარს ამბობს ამაზე და უფრო არჩიაო ღმერთის ხალხთან ტანჯვა, ვიდრე დროებითი ცოდვიანი განცხრომა. ქრისტეს შეურაცხყოფავ და უფალთან ერთად დამცირება მეც სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები. ვინაიდან უყურებდა საზღაურსო. ჩვენ წინამსახურებაზე მთელი თემა დაუთმეთ საზღაურს. რატო ითმენ, რატო იტან? რატო შეურაცხყოფას, რატო თუმეტეს საკმარისად არის ეშმაკის ჭურჭლები აქედან გასული შეიძლება ადვილად შეგამკონ ისეთი რაღაცით რომ დიდად დამცირებულად იგრძნო თავი. ქრისტეს შეურაცხყოფავ მეც სიმდიდრედ მიიჩნია და იბადება შეკითხვა რატომ? იმიტომ რომ უყურებდა საზღაურსო. მერე წერია. რწმენით დატოვაო ეგვიპტე. არ მინდა არც ტახტი, არც ძალაუფლება, არც ავტორიტეტი. და მეფის რისხვას არ შეუშინდაო, ვინაიდან იგი თითქოს უხილავს ხედავდაო, მტკიცე იყო. თითქოს უხილავს ხედავდაო. სინამდვილეში ის რწმენით ხედავდა იმას, რაც ფიზიკურად არ ჩანს. და შემდეგ ჩვენ ხედავთ გადის საუკუნეები. და ერთ დღეს ფერიცვალობის მთაზე, სად არის მოსე? ქრისტესთან ერთად ჩამოდის მთაზე, მარადისობიდან. და მოციქულებმა პეტრემ, ივანემ და იაკობმა გაიხედეს და არ ვიცი როგორ იცნეს, მაგრამ ნახეს, მოსე და ილია ქრისტესთან საუბრობენ. ვაუ! მოსე ეს დეტალები შეიძლება არ იცოდა. თუ სად და როგორ, ათმცნებას როგორ ჩამოიტანდა, ბიბლია ამბობს, ღმერთთან რა კი ამ ხელაფასი გადაიხადა, რაჯი ბოგა, რაჯი ქრისტა. რუსებს აქვს, ღმერთის გამო და უფლის გამო. რაც უფრო დიდია შეურაცხყოფა და რაც უფრო რწმენით გადაიტან ამას, იცოდე საზღაური დიდია. ერთ დღეს ბიბლია ამბობს, მოსე დაჯდებოდა და ღმერთთან ლაპარაკობდა პირისპირ. ჯერ ასე ადამიანს და ღმერთს არ ულაპარაკებთ. ღმერთი მოდიოდა პირისპირ ლაპარაკებდა მოსეს. ხალხი ესმოდა ხმა ღრუბელში,
მოსე კი პირისპირ ელაპარაკება ღმერთს. ეს შედეგია გადახდილი ფასისა. თუ შენ არ გინდა უფლის გამო მცირედი რაღაცაც კი გადაიტანო, ეს არჩევანია, ადამიანი თვითონ საზღვრავს, თავისუფალება გვჭება ჩვენი ბოლო ამოსუნთქვის წამამდე. მაგრამ თუ მე უფლის გამო ვიტან და ვითმენ, რატომ ის უყურებდაო საზღაურს? რა მოყვება ამას? რა იქნება ამის გამო? ქრისტემ თქვა, ეს არის მათეს მეხუთე თავი, იცით რომ 9 ტარებას ლაპარაკობს, როცა ყოველგვარ აუქსით ყვიან თქვენზე, გაგლანძღავენ და დაგამცირებენ. გიხაროდეთ და მხიარულობდით, რატომ? იმიტომ რომ იმათვის, ვინც ამას გადის, დიდია თქვენი საზღაური ცაში. და როცა დაგჭირდება ის, აუცილებლად გამოვლინდება შენ ცხოვრებაში. ამიტომ ჩვენ გვიწევს რაღაცების ატანა, მოთმენა, გადატანა და უფალი თუ მან თქვა რომ თქვენს თავზე თმები დათვლილია. და დავითი ფსალმუნებში 128 ფსალმუნში შევს მან იცის სანამ ბაგეზე მოვიდოდა სიტყვა შენ უკვე ფრიად იცი უფალო ჩემი სიარული და წოლა გაზომილი გაქვს სად დაგემალებ შენ ყველა წორი მან იცი და თუ ღმერთმა ყველაფერი იცის მაშინ მან იცის ჩვენ იმ აღთქმაში სად ვართ რომელი აღთქმაც ქრისტემ დატოვა ვისაც შერწება ჩემი ამ უყურმართ და ცოდვილ მოდგმაში მე შემწება მისი როცა დაუბრუნდები მამის ძის და ანგელოზების დიდებით ასე რომ მოდით დღეს ყურადღებით ვიყოთ იმის თაობაზე თუ რა იქნება ჩვენს თავს ღმერთი ორგვარ აღთქმას გვერდება აღთქმები რომელიც აქ ახსრულდება ამ მიწაზე და აუცილებლად ახსრულდება და აუცილებლად იქნება ასე ქრისტემ თქვა მათეს 24:35-ში უფალმა თქვა ცადა დედამიწა გადაივლის ჩემი სიტყვები არ გადაივლიან ხალხი ირწმუნებს თუ არ ირწმუნებს ამას არა აქვს მნიშვნელობა ქრისტემ თქვა ცადა დედამიწა შეიძლება დაიკარგოს ჩემი სიტყვები არ დაიკარგება ამიტომ აქ დედამიწაზე მიმდინარეობს აღთქმების აღსრულება იანა ამოწმდა რომ ღმერთმა დაამოწმა თავისი სიტყვის უკან დგას როგორც ერემიას უთხრა ღმერთმა ჩემი სიტყვის უკან დგევარ თუ შენ იცავს სიტყვას სიტყვაც გიცავს და ღმერთიც თავისი აღთქმის შემსრულებელი არის მე მინდა წავიკითხო მარკოზის მეათე თავი აქ როგორ სრულდება აღთქმა და რა თქვა ქრისტემ ერთხელ შეკითხვას უსვამენ ქრისტეს პეტრე და სხვა მოციქულები დაიწყო პეტრემ ლაპარაკია და ნახეთ რა ნამიოკებით მინიშნებებით ელაპარაკება ქრისტეს. დაიწყო პეტრემ ლაპარაკი და უთხრა: "აი ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და გამოვყევით შენო." ანუ სხვები მუშაობენ, შემოსავალი აქვს, ცხოვრება აიწყეს, რაღაც წინ მიდიან და ჩვენ დროსაც კარგავთ და შემოსავალსაც. უთხრა პასუხად იესომ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რუსთაველებსაც გეხებათ ეს და სხვებსაც, რომ დაიწერა ჩვენ სასწორებლად არის დაწერილი გაცემული პასუხი პეტრესთვის და ყველასთვის, რაც ეს შეკითხვა ებადება. არავინ არის, რომ ჩემი გულისათვის და სახარების გულისათვის მიეტოვებინოს სახლი, რომელიც დავტოვეთ ახლა ჩვენ რო წამოვედით აქ და არავინ არის, რომ დატოვოს სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი დაწრულებით უხსნის, ან შვილები, ან მიწა, რაღაცა საქმე რო დატოვე, რომ 100 წილად არ მიიღოს ახლა, სანამ დედამიწაზე ცხოვრობს. ამჟამად სახლები და ძმები და დები და დედები და შვილები და მინდვრები ამ დევნისას როცა პრობლემები და სირთულეები გაქვთ მომავალში კი საუკუნო სიცოცხლე ბევრნი იქნებიან პირველნი უკანასკნელი და უკანასკნელი პირველი ვისაც ყური აქვს ასმენად ისმინოს რას ეუბნება უფალი ეკლესიას ჩვენი არჩევანია გწამდეს რომ ღმერთი არის მოპასუხე მე 31 წელია რაც მსახურებაში ვარ და ყოველ დღე ვწმუნდები როგორც ჩემს ცხოვრებაში ისე სხვათა ცხოვრებაში რომ ვინც უერთგულა უფალს ღმერთის ერთგულების სიდიადეს ხედავს როცა ლაზარე გარდაიცვალა მართა და მარიამი მიცვიდნენ და უთხრეს ხო გეუბნეოდით უფალო მალე მოდი როცა ავად იყო მაშინ მოსულიყავი და განკურნავდი ეხლა კი 4 დღეა უკვე ყარს ის ქრისტემ უთხრა შენ მხოლოდ ირწმუნე და ღმერთის დიდებას იხილავ შენ ირწმუნე და ნახავ აუცილებლად
ბევრი ამბობს, მე ჯერ მინდა ვნახო და მე ვირწმუნებ. ღმერთი ამბობს, ირწმუნე და ნახავ. დღეს მე მინდა ვილაპარაკო რწმენა. ერთადერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც ღმერთი გამოდის საურთიერთო კონტაქტზე. არ არსებობს სხვა გზა და სხვა ფორმა, სხვა მოდელი, რითაც ღმერთმა შეიძლება შენთან იურთიერთოს და ეს პატარა სიტყვა, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა და დიდი განსაზღვრება აქვს, რწმენა, გწამს თუ არა ღმერთის. ღმერთი კი არა, ბევრად მე ღმერთი მწამს. ღმერთი არა, ჩვენ ლაპარაკობთ ცოცხალი ღმერთის რწმენაზე და არა ღმერთის არსებობაზე. ღმერთის არსებობა ირწმუნა მე მგონი ყველა რელიგიებმა, ზოგი ალახს ეძახის, ზოგი ბუდას, ზოგი კრიშნას და ასე შემდეგ, მაგრამ აქ ჩვენ ლაპარაკობთ ცოცხალ ღმერთზე, ბიბლიურ ღმერთზე, გწამს თუ არა მისი სიტყვის საფუძველზე. დღეს მე მინდა რწმენაზე ვილაპარაკო და დაგანახოთ რაოდენ დიდი ძალისხმევა არის საჭირო ორი მხრივი ძალისხმევა ირწმუნო და გამოავლინო შემდეგის. მოდით ჯერ თქვათ ის, რომ არ არის ადვილი ირწმუნო. რომ ირწმუნო, რაღაცაზე უნდა თქვა უარი. რა არის ეს? ჭკვიანობაზე უნდა თქვა უარი. თუ ჭკვიანი იქნები, მორწმუნე ვეღარ იქნები. იცით, ძალიან რთულია და უჭირდათ ძალიან ადამიანებს ერწმუნათ ის, რაც ჩემ ლოგიკასა და შეხედულებაში არ ჯდება. რაც უფრო ჭკვიანია ადამიანი, მით უფრო მეტად უჭირს ირწმუნოს ის, რასაც ღმერთი აღთქმებში გვერდება. ამიტომ მინდა დღეს მე დაწვრილებით რაღაცას გაუსვა ხაზი და კარგი იქნება თუ თვალყურს მიადევნოთ მე როგორც სახლში ყოფნისას ბიბლია პირდაპირ გვაფრთხილებს და გვეუბნება. იგავების 3:5 ესავდე უფალს, ანუ დაუჯერე ღმერთსო და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას. ჩვენ ან შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ მესმის და მწამს, ან შემიძლია ვთქვათ, მე არ მესმის და ვერ ვირწმუნებ. ხელს მიშლის მე რწმენაში ჩემი ჭკვიანობა. ბიბლია ამბობს, თუ დაენდობი საკუთარ ჭკუას, ღმერთისას ვეღარ ირწმუნებ. ხოლო თუ ირწმუნებ, შენი ჭკუა და გონება და გონიერება მე მიხვდება, რა კარგია რომ არ მოусმინე მას, მაგრამ მოусმინე მას, ვინც ჭკუად შექმნა, გონებად შექმნა, რომელიც დღეს უკუღმართად იმართება და ღმერთის საწინააღმდეგოდ ლაპარაკობს. 1 კორინთელთა 2:14 პირდაპირ ამბობს, აი იმ შვინვიერი ადამიანი ხშირად უსვამე ამას ხაზს, იმიტომ რომ ჩვენ მორწმუნენი უნდა ვიყოთ. 1 კორინთელთა 2:14 აი იმ შვინვიერი ადამიანი. იცით ვინ არის შვინვიერი ადამიანი? ჭკვიანი ადამიანი, რომელიც ყველა მხრივ განათლებულია, ყველა მხრივ მე ლოგიკურად თუ იმისჯერლებთ, თუ ასე თუ ისე, ყველა გზას და ფორმას და მოდელს, მაშინ რომ ეს არ არის ლოგიკური და აზრიანი. აი იმ შვინვიერი ადამიანი და ჭკვიანი ადამიანი არ ღებულობს იმას, რაც ღმერთის სულისაგან არის. ვინაიდან უგუნურებად მიიჩნევს ღმერთის ნათქვამს და არც ძალუძს ასეთ ჭკვიან ადამიანს შეცნობა, რამე თუ სულიერად განისჯებაო ასეთი საკითხები. ასეთი რაღაცები სულიერად არის აღსაქმელი. ამიტომ ადამიანმა უნდა თქვას, მე მწამს, არ მესმის ისე. ან თქვას, არ მწამს, იმიტომ რომ მესმის რაღაცა სისულელე და უაზრობა არის ეს. როცა პავლე მოციქული ქადაგებდა, ჭკვიანი ხალხი უსმენდნენ და ვერ გებულობდნენ, იმდენად უბრალო რაღაცას ლაპარაკობდა, რომ ადამიანებს არ ესმოდა და ვერ გებულობდნენ და ვერ ღებულობდნენ. იმიტომ რომ ხელის შემშლელი იყო ზუსტად ჭკვიანობა. პავლე მოციქულის რომ უნდა აუხსნას და განუმარტოს ეკლესიებს 2 კორინთელთა 4:4 წერია. წუთი სოფლის ღმერთმაო ერთი სამუშაო ჩაატარა ადამიანებში. დაუბრმავაო გონება. აი ამ განათლებულობით და ჭკვიანობით. ურწმუნოთათვის, ვინ არის ურწმუნო? ურწმუნო ყოველთვის უნდა იცოდე, რომ ჭკვიანი ადამიანია, ასე დონეზე ვერ დაიყვან, რომ არ ესმოდეს და სჯეროდეს.
ურწმუნო ადამიანი ღმერთს შეურაცხყოფს და ედავება და ეუბნება, მე არ მესმის, ესე იგი არ მჯერა შენი. ურწმუნოთათვისო, რომელთაც წუთისოფლის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათთვის არ იბრძყინოს სახარების შუქმა, ქრისტეს დიდებაზე, რომელიც უხილავი ღმერთის ხატია. რწმენა და სიჭკვიანე და გონიერება. ესენი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ იბრძვიან. მშვინვერი და ჭკვიანი ადამიანი არ და ვერ ღებულობს იმას, რაც ღმერთის სულისაგან არის, რადგან სულიერად განისჯება. და ამით ზედმეტი ჭკვიანობით უბრმავდება გონება. სინამდვილეში ხო განათლებულია ადამიანი. პრინციპში განათლება არ არის ის, რაც ჩვენ გვეხმარება, რომ უფრო სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ. განათლებას 118 ფსალმის 120 მოხლეობის მხოლოდ ღმერთის სიტყვა იძლევა. ჭეშმარიტ განათლებას რომ ადამიანს შინაგანი კონდეს განათებული და იცოდეს საიდან მოდის და სად მიდის. მხოლოდ ღმერთის სიტყვა აძლევს ადამიანს ამ სინათლეს და განათლებას. ამიტომ ქრისტემ თქვა, მე მოვედი სინათლე და ვინც მე გამომყვება, ბნელში არ იulis. მას არ ექნება შეკითხვები და არ ექნება გაუგებრობა, მაგრამ ერთადერთი რითიც ღმერთი ჩვენ მოგვიწოდებს და გვეუბნება, რომ მას უნდა გავყოთ, ეს არის რწმენა. ირწმუნე და გაყევე უფალს. შევხედოთ ერთ მომენტს, რომელიც მოციქულთა ცხოვრებაში მოხდა. იესო ქრისტე როდესაც აღზრდა, ბიბლია ამბობს, რომ ის ეცხადებოდა 40 დღე კიდევ თავის მოწაფეებს. და ერთი მომენტი მეოცე თავში მინდა წავიკითხო. ქრისტე გამოეცხადა მოწაფეებს და შეხედეთ, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ისტორიულად გადმოცემული ჩვენთვის სასწავლებლად, რომელთაც 15-4-ს ჩვენ ხშირად ვიყენებთ. რაც წინა დაწერილა ჩვენ სასწავლებლად არის დაწერილი. იმავე დღის საღამო ჟამს, ეს არის იოანეს მეოცე თავის 19 მუხლიდან. იმავე დღის საღამო ჟამს, კვირის პირველ დღეს, როდესაც იუდეველთა შიშის გამო დაკეტილი იყო კარები, სადაც მოწაფეები იყვნენ, მივიდა იესო დადგა შუაში და უთხრა, მშვიდობა თქვენდა. ანუ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე გამოეცხადა თავის მოწაფეებს. ეს რომ თქვა, მათ აჩვენა ხელებიც და ფერდიცო. მოწაფეებმა გაიხარეს უფლის ხილვით. იესომ კვლავ უთხრა, მშვიდობა თქვენდა, როგორც მე წარმომგზავნა მამა, მეც გზავნით თქვენ. ეს რომ თქვა, შთაბერა და უთხრა, მიიღეთ სულიწმინდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევება და ვისაც დაუკავებთ, დაეკავება. თომა 1:12-თაგანი ტყუპად წოდებული არ იყო მათთანო. როცა იესო მივიდა, სხვა მოწაფეებმა უთხრეს, უყურეთ, უნდათ რომ დაარწმუნონ და რწმენა მისცენ თომას. სხვა მოწაფეებმა უთხრეს, ჩვენ ვიხილეთ უფალი, მაგრამ მან მიუგო, მე ჭკვიანი კაცი ვარ, მე აზრიანი კაცი ვარ, მე ასე არ ბრმად არ ვიღებ რაღაცას და არ ყლაპავ. თუ მის ხელებზე ნალურსმებს არ ვნახავ და მის და ჩემს თითებს არ ჩავდებ მის ნალურს ხელში და მის ფერდში ჩემ ხელს არ ჩავყავ, არ ვირწმუნებო. 8 დღის შემდეგ მისი მოწაფეები კვლავ შინ იყვნენ და თომაც მათთან მივიდა. თომაც მათთან ერთად იყო და მოვიდა იესო, როდესაც კარები დაკეტილი იყო, დადგა შუაში და თქვა, მშვიდობა თქვენდა. თითქოს და იესო იქ არ იყო, თომა როცა ურწმუნოებით ელაპარაკებოდა თავის ძმებს, ვინც უთხრეს, რომ ეს მკვდრეთ აღმდგარი ნახეს, შემდეგ თომას ეუბნება. უფალმა ყველაფერი იცის, სად რა თქვი და როგორ თქვი და როგორ შეიტანე ეჭვი მასში. შემდეგ თომას ეუბნება, მოიტანე აქ შენი თითი და იხილე ჩემი ხელები. მოიტანე შენი ხელი და ჩადევი ჩემს ფერდში. თომა ურწმუნო კი არ, არამედ მორწმუნე იყავი. თომა უთხრა მას, პასუხადო, უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო. იესო უთხრა მას, აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ხა თითქოს მაღიარე კიდევაც. შენ მე მირწმუნე, იმიტომ რომ მიხილე. ნეტარ არიან არა მხილველი და მორწმუნენი. ნეტარ არიან ვინც არ მიხილა
მაგრამ სწამს. ზოგჯერ ჩვენი მათს არ აქვს წამს, ვინც ნახეთ. გქონიათ ეს მომენტი რა რუჯერებ ადამიანს, ვინც ნახე და როგორ უნდა ირწმუნო ვისი, ვინც არ გინახავს. მაგრამ ქრისტემ თქვა, ნეტარ არიან არა მხილველი და მორწმუნენი. დღეს მე თქვენი სახით დარწმუნებული ვარ, რომ ხედავთ ადამიანებს, რომლებიც არიან არა მხილველი. მე იესო არ მინახავს ფიზიკურად, მაგრამ მე მწამს მისი. ნახეთ პეტრე მოციქულის სიტყვები. პირველი პეტრეს წერილი, პირველი თავის მე-6 მუხლიდან. ამაზე ილხინეთო ამჟამად მცირედ განაწყენებულნო. თუ საჭიროა სხვა განსაცდელი ცირთულოებიც, რომელიც შეხვდება ცხოვრებაში, რათა აღმოჩნდეს თქვენი გამონაცადი რწმენა. ცეცხლში გამოცდილ დაღუპვათ ოქროზე ბევრად ძვირფასი, ქების, პატივის და დიდების იესო ქრისტეს გამოჩენისას. ვინც არ გინახავთ და გიყვართო, რომელსაც თუმცა ვერ ხედავთ და გწამთ მისი. ხარობთ გამოუთქველი და განდიდებული სიხარულით. ვერ ხედავ, მაგრამ წამს მისი. რომ ყველაფერი მისი კონტროლის ხელშია. მის ხელშია შვიდი ვარსკვლავი. ისე როგორც გამოცხადების წიგნში უთხრა იოანეს, შვიდი ვარსკვლავი ნერონის შვილის კი არ ჩემ ხელშია და ის განაგებს სამყაროს. მე ვერ ხედავ მას, მაგრამ მან დაგვიტოვა სიტყვა და ჩვენ შეგვიძლია ან ჭკვიანები ვიყო და ეჭვი შევიტანოთ მასში, ან ვირწმუნოთ და თომას მსგავსად ვიყოთ, როგორც უთხრა, ურწმუნო კი არ, მორწმუნე იყავი. რას ნიშნავს ურწმუნო იყო? ჭკვიანი უნდა იყო, რომ ურწმუნო იყო. მორწმუნე რომ იყო, უნდა გაუგუნურდე. 1 კორინთელთა 3:18. პავლე მოციქული ამბობს, უნდა გაუგუნურდე რომ დაბრძენდე. თუ გინდა რომ ღმერთისა გაიგო რამე, უარი უნდა თქვა. საკუთარ თავში ისეთ რაღაცეებზე, ისეთ ელემენტებზე, ისეთ რაღაც უნდა უთხრა, არა, მე შენ არ გისმენ და არც მინდა რომ მოგისმინო. უნდა გაუგუნურდე თუ გინდა რომ დაბრძენდე. და ეს არ არის იოლი და ბოლოს ქრისტე შვიდმა გვაისეუბნევა ფარისევლებს და მწიგნობრებს. ეს არის მათეს 23 თავში. მე ამ რაღაცებს არ მინდა შევხვდეთ, გარწმენაზე უნდა ვილაპარაკო. რატომ ქონდა შვიდმაგი ვაი ქრისტეს ნათქვამი მწიგნობრებისთვის და ფარისევლებისთვის? მწიგნობარი ეს ადამიანია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ მოუმატოს თავის ცოდნას, მოუმატოს თავის თავში თავმოყრილ ინფორმაციებს. და ბევრს ცდილობს კიდევ და ქრისტემ თქვა, რაც უფრო ბევრი წიგნები იქნება თავმოყრილი, ხომ არ გონია რომ ეს უფრო დაგაახლობს ღმერთთან, პირიქით, უფრო დაგაჭკვიანებს და ეჭვს შეგატანინებს ღმერთში. ურწმუნო კი არ, მორწმუნე იყავი. მე არ ვლაპარაკობ არაფერს, რომ ადამიანს უნდა ქონდეს განათლება, უნდა კითხულობდეს წიგნებს, სწავლობდეს კარგად, აღწევდეს სხვას, მაგრამ რწმენასთან ერთად. რწმენით უნდა მიაღწიო ისეთ რაღაცეებს, როგორც მოსე, რწმენით ტოვებდნენ სამეფოებს, რწმენით აღწევდნენ დიდ რაღაცეებს. ნოეზე წერია. ნოე, მე მინდა რომ ჩვენ ცხოვრობთ ნოეს დღეებში და იმიტომ მინდა რომ ეს გავიხსენოთ. ქრისტემ პირდაპირ თქვა, როგორც იყო ნოეს დღეებში. რა იყო ნოეს დღეებში? ჭკვიანი ხალხი არ ისმენდა იმ სიტყვას, რასაც ამბობდა ნოე. რას ამბობდა? იქნება წარღვნა. და მოუწოდებდა, რომ ხალხი ამისთვის მომზადებულიყო. ჭკვიანს ვერ დაარწმუნებ ასეთი სისულელე, ასეთი უგუნურება, იმიტომ რომ მშვინვიერი ადამიანი არღებულობს, რაც ღმერთის სულისაგანაა, რატომ უგუნურებად მიიჩნევს. ქრისტემ თქვა, როგორც იყო ნოეს დღეებში, ძალიან ჭკვიანი ხალხი იქნება ძეკაცისას დღეებში მოსვლის წინ. და დღეს ძალიან გვიჭირს ადამიანებს უთხრათ, რომ მოეშვი ამ ფილოსოფიურ რაღაცა ჩაბჟირებას და ურწმუნო კი არ, მორწმუნე იყავე. დღეს ხალხს ისე იმად უნდათ უბრალოდ რომ აი როგორც კი არ სწამს მეორედ მოსვლის. უბრალოდ ეს რა კი მოდაშია თითქოს, რომ ყველა მეორედ მოსვლა იქნება, ვისაც სწამს მეორედ მოსვლა, იესო ქრისტე ხელმეორედ დაბრუნდება, ბიბლია ამბობს. მის მომლოდინეთა გადასარჩენად. ის არ დაბრუნდება კაცობრიობისათვის კვლავ მსხვერპლად შესაწირად.
ის დაბრუნდება მის მორწმუნეთა, მის მომლოდინეთა გადასარჩენად. ებრაელთა წერილის მე-9 თავის 22 მუხლი ამბობს, იესო ქრისტე კვლავ დაბრუნდება. და თუ ის დაბრუნდება განსაკუთრებული ხალხისთვის, ვინც მისთვის შრომობს, ცხოვრობს, მსახურობს და ელოდება იესო ქრისტეს ხელმეორედ. ჭკვიანი ხალხი ამას არ ხეხა რა ძალა ადგია, ეხლა ადგეს და ირწმუნოს ის რაც წერია, მერე იცხოვროს ისე ჭკვიანურად გადაწყვიტავს და უარს ეტყვის რწმენას, უარს ეტყვის ღმერთს და გააგრძელებს ცხოვრებას ისე როგორც თვითონ თulis რომ ეს სწორია. მაგრამ შვიდმა გვაიზე მინდა რაღაც თქვა. შვიდმა გვაი ამბობს რომ ქრისტემ თქვა თუ როცა ასეთი ჭკვიანური გზით წახვავთ ძალიან ბევრ სირთულეებს გადაეყრებით. და საშუალებსაც ვერ ნახავთ ბოლოში. იმიტომ რომ ჭკუა ვერ ეხმარება ადამიანს, იმიტომ რომ არ ამორწმუნეო ასე წერია. არ ამორწმუნე. 1 იოანეს 5:10 ამბობს, არ ამორწმუნე ღმერთისა სრულ ქმნის ომას. არ ამორწმუნე ეს რას ნიშნავს? მე არ მჯერა ღმერთო შენი. და ღმერთის არ გჯერა. შენაუბნეო ღმერთო შენ ხარ სრულ რა უნდა ვირწმუნო? არ ამორწმუნე ღმერთისა სრულ ქმნის მას. და ასეთი ადამიანები, ვინც ასეთ შეურაცხყოფას თავიანთ ცხოვრებაში ავლენს, რა თქმა უნდა, მსჯავრს დაიტეხენ თავზე. მე მინდა გავაგრძელო დღეს ორ რაღაცას მინდა შევეხო ის დრო, რაც გვაქვს მოცემული. პირველი შესავალი დიდი რაც გავაკეთე იმისაც მორწმუნე იყავი. მორწმუნე იყავი. პეტრეს მაგალითს ვიხსენეთ, როცა ქრისტე მივიდა, ფეხები უნდა დაებანა პეტრესთვის. პეტრემ უთხრა, შენ არასოდეს არ დამბან უფალო ფეხებს. ვერ მიხვდა პეტრე, რას აკეთებდა ქრისტე. რა კი მე ვერ ხვდები, ესე იგი არც გაკეთდება ის და არც მოგიშვებ ახლოს, რომ შენ ეხლა მე ფეხები დამბანო. რატო ეწინააღმდეგებოდა? ჭკვიანი იყო პეტრე, რომ მონის როლს არ შეასრულებინებდა ქრისტეს. თითქოს პატივს სცემდა უფალს, რომ მონამუნად ბანოს ფეხები და შენ მონად არ გთვლი მე. მე ჭკვიანი ვარ. არ მოგცემ საშუალებას ეხლა მონის პოზიციაში ჩაგაყენო და ფეხები დამბანო. პეტრე, რასაც ვაკეთებ ეხლა არ იცი. მე გაიგებ. ოღონდ მომეც ჯერ საშუალება. ჯერ ირწმუნე რომ მე ვიცი რასაც ვაკეთებ. შენ არ იცი. მე ვიცი. და დღესაც ჩვენ რაც ღმერთისაგან არის და რაც ღმერთმა იცის და მოგცა, თუ ვირწმუნებთ და ვიცხოვრებთ მასში, ჩვენ აუცილებლად ნახავთ ღმერთის დიდებას. ეს არ არის იოლი, ეს არის რთული. მაგრამ ერთი რაც უნდა ვიცოდეთ, რწმენის გარეშე მე ხლა მინდა დავიწყო რწმენაზე საუბარი. რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთთან ურთიერთობის აშენება. თვითონ ღმერთმა თქვა, რომ ღმერთის გზაზე ურთიერთობისათვის ერთადერთი საშუალება არსებობს, რომ ღმერთთან კონდეს მოზიარეობა და კონტაქტი. უნდა იყო მორწმუნე. ებრაელთა 11:6. ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ჭკვიანი ადამიანი მივიდეს ღმერთთან. რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისათვის სათნოდ ყოფნა. ვინაიდან ვინც ღმერთთან მოდის, უნდა სამდეს რომ ღმერთი არის და მის მაძიებლებს უზღავსო. რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთთან ურთიერთობა. მაგრამ რწმენით ქრისტესთან ერთხელ მივიდა ერთი პიროვნება. შვილი ყავდაოთ, დაეუბნეო. უფალო, ჩემი შვილიო, ხან ცეცხლში ჩააგდო ბოროტმა სულმა, ხან წყალში აღჩობდა. და ვერავინ ვერაფერი ვერ უშველა, ხან სადარ მყავდა, ჯადოქრებთანაც ყავდა, შენს მოწაფეებთანაც მოვიყვანა და ვერავინ ვერაფერი ვერ უშველა. ქრისტემ უთხრა, დაეუბნე უფალს, თუ რამე შეგიძლიაო, ქრისტეს ეუბნეო. მარკოს 9-თა, ყველა მიცდეს. თუ რამე შემიძლია, ქრისტეს ვალ შეკითხოს. თუ რამე შემიძლია, მორწმუნესათვის შესაძლებელია ყველაფერი. ჭკვიანებისთვის არა, მორწმუნესათვის შესაძლებელია ყველაფერი. ამ კაცმა დაიძახა ხმა, მაგრამ მწამს. მაშინ თუ გწამს, ღმერთ შეუძლია რწმენის მეშვეობით წარმოიდგინე, რომ ეს არის შენი საკონტაქტო საშუალება ღმერთთან. მე რწმენით ვლოცულობ,
რწმენით ვლაპარაკობ, რწმენით ვღებულობ ღმერთის სიტყვას და რწმენა ტრიალებს ჩემ შინაგან სამყაროში და რწმენა თავის თავზე დამოწმებას აკეთებს. რადგან ღმერთისგან მოდის ეს პასუხი და ღმერთი იძლევა ამ მადლს. ამიტომ როცა ჩვენ ვართ რწმენის გზაზე, უნდა ვიცოდეთ, რომ თუ რწმენა არ არის, მაშინ არაფერი არ იქნება, ვერ იქნება ღმერთთან ურთიერთობა, ვერ იქნება ღმერთთან მოზიარეობა და ადამიანებს არ შეეძლებათ რაიმე ღმერთთან კავშირი იქონიონ. კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი. ყველა ვინც იწერთ და ამას საოჯახო ჯგუფებში და ჯგუფ 12-ში გადახედავთ, რომელთა 14:23-ში პავლე მოციქული ამბობს, რაც რწმენით არაა, ყველაფერი ცოდვაა. ჩვენ შესაძირავი დავდეთ. რა არის შესაძირავი? თესლი, რომელსაც გავცემთ, რომელსაც ვთესავთ და ვამბობთ, რომ სიტყვა, რომელიც ქრისტემ დატოვა, ჩვენს მიმართ მიეცით და რა მოგეცემათ. რაც რწმენით არაა, თუნდაც შეიძლება სიკეთე გააკეთო და სიკეთე დათესო, ის სიკეთეც ბოროტებად შეიძლება შემოტრიალდეს. იმიტომ რომ რაც რწმენით არაა, ყველაფერი ცოდვაა. ამიტომ ყურადღებით ვიყოთ, რომ რწმენით ცხოვრებას ჭირდება აი ასე მიყოლა ღმერთო მე გენდობი და მოყვები. ვაკეთებ ამას. მე კი არ ვიცი როგორ მოვა ჩემს ცხოვრებაში, როგორ მომეცემა. საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს მე რომ გავეცი რა შეიძლება მოხდეს რომ ჩემს ცხოვრებაში კურთხევად მოვიდეს. მაგრამ მე რწმენა უნდა შევინარჩუნო. და თუ ვირწმუნებ, ღმერთის დიდებასაც ვიხილავ. და იმ დღიდან, რაც მე ეკლესიაში მოვედი და ვირწმუნე და რწმენით ვდგევარ, ჯერ ღმერთს ჩემი რწმენა და იმედები არ გაუცრუებია. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, მე დღეს მოგიწოდებთ რწმენაში დგომისკენ. ებრაელთა ნახეთ რომელთა წერილს ავიკითხავ ახლა, რატომ არის ასე რთული რწმენი ცხოვრება? ძალიან ადვილია რომ ჭკვიანი აღმოჩნდე და ყველაფერზე თქვა რომ რაც მე ვერ გავიგე და ჩემამდე ვერ დავიდა იმის გამო რომ ჩემი სინათლე უშილეს ღმერთის სინათლეს შემოვიდეს ჩემში, მე ამ ყველაფერს უგუნურებად მივიჩნევ და ვწევ გვერდით. ამიტომ იყო რომ ქრისტეს ვერ ღებულობდა ჭკვიანი ხალხი. ქრისტემ აირჩია მეთევზეები, მებაჟეები, ძალიან დურგალი იყო თვითონ და ძალიან უბრალო ხალხში ტრიალებდა, რომელსაც არ ჰქონდა დიდი სინათლის წინააღმდეგობა და პატარა ბავშვი ღებულობდნენ სასუფეველს თავში. ნახეთ წერილი, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენ რწმენით შეგვიძლია ვიდგეთ და რწმენით შეგვიძლია გავიმარჯვოთ ისეთ რაღაცაზე, რაც შეუძლებელი იქნება როგორი განათლება და როგორი გამოცდილებაც არ უნდა გქონდეს, რომ ამ ყოველივეს ვძლევდეთ. ეს არის 1 კორინთელთა წერილი. პავლე მოციქულის მოწოდება ამ სიტყვებს სათითაოდ ჭირდება გააზრება სულში, განახლდით თქვენი გონებით სულში, როგორც მოციქული პავლე ამბობს. 1 კორინთელთა 16 თავის 13 მუხლი. იფხიზლეთ, იდექით რწმენაში, იყავით ვაშკაცურნი, იყავით ძლიერნი. იფხიზლეთ რას ნიშნავს? იფხიზლე ნიშნავს, რომ ეჭვი არ შეგეპაროს ღმერთში. ეჭვი არ შეგეპაროს ქრისტეს მოძღვრებაში. ეჭვი არ შეგეპაროს უფლის აღთქმაში. უნდა იფხიზლო, რომ ეშმაკმა თავისი სამუშაო და ცრუ რაღაცეები არ მოიტანოს შენ ცხოვრებაში, რომ როცა ის ეჭვს მოიტანს, როცა ის დაგაჭკვიანებს, ის ადვილად მოგაშორებს და დაგაშორებს ღმერთს და შემდეგ ვერაფერს ვერ მიიღებ ღმერთისაგან. ფილიპელთა წერილი პირდაპირ ამბობს, რომ ეჭვიანი ადამიანი ის ვინც არ დგას რწმენაში მტკიცედ. ფილიპელთა წერილს მოდი წავიკითხავ ახლა. და პავლე მოციქული ამბობს, რომ როცა ადამიანი მოდი ჯერ იაკობის წერილი და შემდეგ ფილიპელთა წერილი. იაკობის წერილი ამბობს,
თუ რომელიმე თქვენთაგან საკლია სიბრძნეს თხოს ღმერთს ყოველთვის უხვად და დაუყოვნებლივ მიმცემსო და მისცემსო ოღონდ რწმენით თხოს და ეჭვის გარეშე თხოს ღმერთს რამე თუ ეჭვიანი ადამიანი ჰგავს ზღვის ტალღასო ქარის მიერ აყვანილსა და მიმოტაცებულს და მეშვიდე მოხს დაუკვირდით და ნურც ჰგონია ასეთ კაცს რომ ღმერთისაგან მიიღებს რამეს ჭკვიან ადამიანს ეჭვიან ადამიანს მე თომა იყო ასეთი მე არ მწამსო და ვერ დავიჯერებ რომ ეს ასეა აი ხლა მე რომ შესაძირავი დავდე ამ ყუთში აი მომეცემა ეხლა ციდან ჩავამიყრის ღმერთი არა ზოგი ირონიით აღარიც თავისი ჭკვიანობას ადამალოს მე მწამს მტკიცედ მწამს რომ ღმერთი თავის სიტყვის უკან დგას და მან დაგვიტოვა სიტყვა მიეცით და მოგეცემათ აი რომ მივცე მე მორწმუნე უნდა ვიყო ან ეჭვიანი უნდა ვიყო რომ არ მივცე და არც იმის რწმენა არ მაქვს რომ საიდანღაც მე თუ არ ვიმუშავე და მე თუ არ ვიშოვე ხა ღმერთი ციდან ჩავმიყრის ღმერთი ადამიანებს არასდროს არ აძლევს არც ფულს და არც სიმდიდრეს არ უყრეს ციდან ის გვაძლევს შესაძლებლობას ის გაძლევს შნოს ასე წერია შნოს სიმდიდრის შეძენის როცა მოსეს მოყავდა ებრაელი ხალხი მოსეს პირით უხსნიდა ღმერთი დაეუბნეოდა ისრაელ ხალხს ღმერთი გაძლევთო შნოს და სიმდიდრის შეძენას შესაძლებლობებს და საშუალებებს ამიტომ ურწმუნო ადამიანს ნურწგონი და ნურწგონია ასეთ ადამიანს რომ ღმერთისაგან მიიღებს რამეს ხოლო მორწმუნესათვის შესაძლებელია ყველაფერი რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისათვის მოსაწონი იყო და ბოლოს რაც რწმენით არაა რომელთა 14:23 რაც რწმენით არაა ყველაფერი ცოდვაა ამიტომ მე უნდა ვიცხოვრო რწმენით და დღეს მე მინდა გითხრათ რწმენა მრავალ რაღაცას მოიცავს ყველა სფეროს რომ შეგიძლია რწმენით ხედავდე იცით რწმენით რომ ხედავდე შენი წარმოსახვის თვალი გაწმენდილი უნდა იყოს რწმენით ხედავ რომ ჩემს მომავალში ღმერთის კურთხევები საიდან ვიცი იმიტომ რომ ღმერთმა მითხრა თუ ასე გააკეთებ იქნება ეს ასე თუ ჩემ ცხოვრებაში არის რაღაცა არასრულ ყოფილება ღმერთმა მითხრა თუ მოწყალე იქნები შეწყალებულიც იქნები და არის აღთქმა და არის საზღაური და როცა მე მწამს ამის მე ვცხოვრობ ამით და ღმერთი თავის დამოწმებას აკეთებს და მე ვისმენ ბევრი ადამიანისგან ღმერთმა ეს გააკეთა ჩემ ცხოვრებაში ამიტომ ყველა ადამიანი უნდა გადაერთოს და თქვას მე მინდა ვიყო მორწმუნე თომა ურწმუნო კი არ ჭკვიანი კი არ მორწმუნე იყავი დღეს მე მინდა რწმენის ისეთ რაღაცებზე ვილაპარაკო რა რთულია მიიღო ის რომ შენ მორწმუნე იყო ღმერთი რომელმაც ჩვენ მოგვიწოდა და მიგვიღო და ვირწმუნეთ მისი ის ამბობს რომ შენ მას შემდეგ რაც ირწმუნე იესო ქრისტე შენ უკვე ღმერთის შვილი ხარ იცი რა რთულია საკუთარი უჯრედები ეჭვებში შემოდის და შენ უნდა იბრძოლო იმისათვის რომ ირწმუნო ღმერთის სიტყვის საფუძველზე და რას გრძნობ შენ როგორ ფიქრობ შენ როგორია შენი შეხედულება ამასთან დაკავშირებით იოანეს მე-13:16 მუხლი დაუკვირდით ეს მუხლი თითქოს უბრალო რაღაც არის ძალიან უბრალო რაღაც მაგრამ მიუთითებს მთავარ რაღაცაზე რაც ჩვენთვის ხაზგასასმელია იოანეს 3:16 რამე თუ ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყნიერება რომ მისცა თავისი მხოლოდ შობილი ძე რატომ გააკეთა ღმერთო ეს რატომ შესწირა შენი ძე ქვეყნიერებისებს რათა ყოველი მისი ჭკვიანი ხალხი რომელმაც ქრისტეს ცხოვრებაზე იცის რაღაც არა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს არამედ კონდეს საუკუნო სიცოცხლე მორწმუნე იესო ქრისტესი არ დაიღუპოს მორწმუნე ნიშნავს მე უფალო შენ გენდობი და შენ მოყვები მე ჩემ თავს არ ყვებავ და არ მწყემსავ მე შენს ნათქვამს ვენდობი და შენს ნათქვამზე მყარად ვდგევარ იდექით რწმენაში
სიტყვა ნიშნავს, რომ მე ის უნდა ვერწმუნო, რაც უფალმა მითხრა და ისე უნდა შევხედო, როგორც მან მითხრა. გალატელთა 3:26 მუხლე. მე დღეს ბევრი მუხლები მომყავს, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ საკუთარ თავზე ხედვის ჩამოყალიბება შევძლოთ და საკუთარ თავს შევხედოთ სიტყვის საფუძველზე და რწმენის საფუძველზე. გალატელთა წერილი 3:26 მუხლე. ვინაიდან თქვენ ყველანი ღმერთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით. ვინ ვარ მე? ბიბლია ამბობს. თქვენ ყველანი ვინ ხართო? ღმერთის შვილები ხართ. საკუთარ თავს როგორ აღვიქვავ მე? ჩვენ საკუთარ თავს აღვიქვავთ ჩვენი აღქმით და არა ამ მუხლის საფუძველზე. იმიტომ რომ ეს მუხლი გვეუბნება თქვენ ხართ ღმერთის შვილები. ვინ მითხრა მე ეს? ჩემი გრძნობები მეუბნება რომ მე ჩემი მამა პაპის შთამომავალი ვარ, მე აი იმ რაიონში და იმ რეგიონში დავიბადე, მე ვარ ეს. ვინ ახარ შენ? მე ვარ სახელსა და გვარს ვამბობ, მე ვარ ეს. ბიბლია გეუბნება შენ ეს შეიძინე დედამიწაზე ხორცში დაბადების დღეებში. მაგრამ სულისაგან შობილი სულია ქრისტე თქვა. თქვენ ეხლა ამას მე არ ვამბობ. თქვენ ყველანი ღმერთის შვილები ხართ. ქრისტე იესოში რწმენით. აქედან რო წახვალ, აბა იფიქრე საკუთარ თავზე, როგორ უნდა იქცეოდნენ ღმერთის შვილები. და როცა ეს რწმენა შენში ტრიალებს, პავლე მოციქული ამბობს, იმიტომ მომყავს ბევრი ადგილები რწმენის შესახებ. მეორე კორინთელთა 5:7-ში პავლე მოციქული ამბობს, რწმენით დავდივარ ჩვენ და არა ხილვით. მე ვარ აი ეს. ბიბლია გეუბნება შენ თავს ნუ უყურებ ისე, როგორც ადრე უყურებდი და ნუ უყურებ შენ თავს ისე, როგორც ჩვევა გქონდა, რომ სხვებიც ასე გიყურებენ და ყველაფერმა ჩვენ ჩამოგვიყალიბა შეხედულება საკუთარ თავზე და ბიბლია ამბობს, შენ და თქვენ ყველამ ვინც ირწმუნეთ იესო ქრისტე, ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს. ვინც ირწმუნა იესო ქრისტე არ დაიღუპოს, მაგრამ გქონდეს საუკუნო სიცოცხლე. თქვენ ყველანი ღმერთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით. ვინ ვარ მე? ვინ ვარ მე? თუ მე ღმერთის შვილი ვარ, მაშინ ჩემ თავზე ვფიქრობ, ღმერთო, რამდენი რაღაც არის გასაწმენდი ჩემში, ჩემი შეხედულებები, წარმოსახვები, საკუთარ თავზე ფიქრები. შენი სიტყვა და ჭეშმარიტება მეუბნება, რომ შენ და თქვენ ხართ ღმერთის შვილები. იცით რა რთულია იყო რწმენაში, იდგერ რწმენაში. არ არის იოლი, რომ იყავით ვაშკაცორნი წერია და იყავით ძლიერნი. ვაშკაცობა ჭირდება, რომ თქვა მე ღმერთის შვილი ვარ და ღმერთის შვილები არ იტყუებიან. ღმერთი არ იტყუება არასდროს, იმიტომ რომ არ ძეკაცისაა რომ გადათქვავდეს. და თუ ღმერთი არ იტყუება, მაშინ ღმერთის შვილები თუ მორწმუნე ხარ, ტყუილი ვერ გამო. მე ვლაპარაკობ, კი არ მოისმინე რომ გალატელთა 3:26-ში წერია თქვენ ღმერთის შვილები ხართ. თუ შეეძავა შენს რწმენას. იმიტომ რომ იყვნენ ადამიანები ებრაელთა წერილში წერია, იყვნენ ადამიანები ვინც ისმენდნენ სიტყვას და ნახეთ. ებრაელთა მე-4 თავში პავლე მოციქული უწერს. ვინაიდან მეორე მუხლიდან ვინაიდან სახარება ჩვენც გვეუწყაო როგორც მათ, მაგრამ მათთვის სარგებლობა არ მოუტანია მოსმენელ სიტყვას. რატომ? ჭკვიანები დახვდნენ რომ მოისმინეს ეს სიტყვა. ვინაიდან არ შეეზავა მსმენელთა რწმენასო. მოისმინეს, მაგრამ ვერ ირწმუნეს. მე ღმერთის შვილი ვარ, რაც არ უნდა მიმტკიცო ახლა კათედრიდან. მე ვარ უბრალო ადამიანი, ცოდვილი. ბიბლია ამბობს, რომ ჩვენ ცოდვილები ვიყავით ადამიანში და გავმართლდით ქრისტეში. და მკვდრები ვიყავით ადამიანში და გავცოცხლდით და ხელახლა ვიშვით ღმერთისაგან. ჩემი რწმენა მდგომარეობს იმაში, რომ მე დღეს საკუთარ თავს უყურებ ღმერთის სიტყვის რწმენით. მე არა მარტო შვილი ვარ ღმერთის. მან მშვამე ასე წერია. ხოდით, რწმენა.
მან გშუაო ჩვენ თავისი განზრახვით. იაკობის წერილი, პირველი თავის 18 მუხლი. მან თავისი განზრახვით გშუა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველ ნაყოფი მის შექმნილთა. მან გშუა ჩვენ. თუ გშუა, ესე იგი მისი ხარ. მე რომ დავიბადე ადამში და დავიბადე ხორციელად, ნიკოდემოსის საუბარი ყველას გახსოვთ. ნიკოდემოსი მღვდელმთავარი იყო და ქრისტესთან ღამე მივიდა ჩუმად და მესამე თავი იოანეს ახარება დეტალები ყველა მიცით. მივიდა და ეუბნება, რა უნდა გავაკეთო, კეთილო მოძღვარო, საუკუნო სასწაული დავიმკვიდრო. და ქრისტემ უთხრა, თუ ხელმეორედ არ იშვებოდ ნიკოდემოს, თუ ხელმეორედ არ იშვე, შენ ვერ შეძლებს სასწაულს შესვლას. და ვერ გებულობს ნიკოდემოს და როგორ დედის მუცელში ახლა ხელმეორედ შეუძრები ამ ხელაკაცი და ისევ დავიბადო მე მეორედ, ან დედა ჩემი როგორ გაძლებს, ან მე როგორ შევძლებ, ახლა შეუძრე დედის მუცელში და გამოუძრე ისევ. და ქრისტემ უთხრა, შენ ისრაელის მოძღვარი არა ხარ? მე სულ სხვა რამეს გელაპარაკები, სულ სხვა რამეს გიხსნი და შენ სულ სხვა რამეს ხედავ და ეუბნება ხორცისაგან შობილი, ხორცია და სულისაგან შობილი სული. ამიტომ სულისაგან შობა იესო ქრისტეს რწმენით. თქვენ უკვე ღმერთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით. მან გშუა ჩვენ თავისი განზრახვით. მან გშუა ჩვენ და ვართ ვინ ვარ მე? ჩვენ ღმერთის შვილები ვართ. ნახეთ იოანეს ახარება. იყო იესო ქრისტე ქვეყნიერებაზე. და ქვეყნიერება მის მიერ შეიქმნა და ქვეყნიერება ვერ იცნო იგი, იმიტომ რომ ჭკვიანები იყვნენ და ყველაფერი იცოდნენ მის შესახებ. ვერ იცნეს იგი თავიანთ განათლებულობით და ჭკვიანობით. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი. ხოლო ყველას ვინც მიიღო იგი, რწმენით მისცა მისი სახელის მორწმუნეებს მისცა ძალაუფლება გამხდარიყვნენ ღმერთის შვილები, რომლებიც არც სისხლის ნდომისაგან, არც ხორცის ნდომისაგან, არც მამაკაცის ნდომისაგან, არამედ ღმერთისაგან იშვენო. საიდან ვარ მე? მე ღმერთისაგან ვიშვი. ისინი ღმერთისაგან იშვნენ. და როცა საკუთარ თავზე იცი რომ მე არა მარტო დედაჩემისაგან დავიბადე, მე ღმერთისაგანაც დავიბადე. და თუ ღმერთისაგან ვარ შობილი, მაშინ მშობელს უნდა ვემსგავსებოდე. ბევრი მეუბნება ხოლმე როგორ გევხარო მამაშენს, როგორ გევხარ დედაშენს. რა თქმა უნდა, შვილები მშობლებს ემსგავსებიან, წლები რო გადის, რაღაცას მერე სხვები უფრო ამჩნევენ ადვილად. ღმერთმა, რომელმაც გშუა თავისი განზრახვით, მას ძალიან დიდი გეგმები აქვს ჩვენზე. ამ ქვეყნად და მარადისობისათვის გვამზადებს. როგორ ხედავ შენ საკუთარ თავს? ვინ ხარ შენ? და რა საფუძველზე ფიქრობ ასე? ზოგი შიზოფრენიკია და ფიქრობს რომ მე ვარ ერთი პიროვნება იყო, რომელსაც ბავშვობაში რაღაც შეემთხვა და შემდეგ ყველა თვლიდა რომ ის ვერ იყო თავის ჭკუას და მე საბჭოთა კავშირის ჯარების სარდალი ვარ და აი აქ ისტრიბიტელები უნდა დაავსო და ესე იქნება და ესე იქნება. ბევრი ადამიანი ჭკვიანად რო თulis თავს, მაშინაც კი ეშმაკი აბიაბურებს მას. მაგრამ როცა ჩვენ ვერწმუნებით ღმერთის სიტყვას, მე მწამს, რომ მე ვიყავი მკვდარი. მკვდარი ვიყავი და გავცოცხლდი. ვიყავი ეშმაკის მონა და ღმერთმა გამანთავისუფლა. დღეს მე რწმენის საფუძველზე მე იოანე მოციქული ამბობს, საყვარელო ნახეთ ძალიან მიყვარს ეს მუხლები. ნახეთ როგორი სიყვარული მოგცა მამამ, რათა გვერქვას და ვიყოთ ღმერთის შვილები. გვერქვას კი არა, ვიყოთ კიდევაც ამ ცხოვრებით ვიცხოვროთ. ქვეყნიერება იმიტომ არ გვიცნობს ჩვენ, რომ მან ვერ შეიცნო იგი. საყვარელო, ახლა ღმერთის შვილები ვართ. ახლა ღმერთის შვილები ვართ. ოღონდ ჯერ არ გამომჟღავნებულა რანი ვიქნებით. ვიცით რა, როცა გამოჩდება მისი მსგავსნი ვიქნებით, რამე თუ ვიხილავთ მას როგორიც არის. ეს მარტო ჭკუიდან გადასულ შეუძლია დაიჯეროს. ახლა მე ღმერთის შვილი ვარ. პირველი იოანეს მესამე თავის პირველი სამი მუხლებია.
ახლა ღმერთის შვილები ვართ. ოღონდ ჯერ არ გაუმჟღავნებულა რანი ვიქნებით. როცა მოვა იესო ქრისტე ხელმეორად, მისი მსგავსნი ვიქნებითო. რამე თუ ვიხილავთ მას როგორიც არის. ჭკვიან ადამიანს ამას როგორ დააჯერებ? ამას როგორ დააჯერებ ჭკვიან ადამიანს, რომ შენ ერთ დღეს გიცნობ ვინც ახარ. ჩემზე როგორ ამ ეს ვაჟას ბიჭი არ არის? ეს ის არ არის, ძმები მაგისი. ქრისტეზეც ასე ამბობდნენ, ეს დურგალი არ არისო, იოსების ძე არ არის, ეს მისი ძმები არ არის, ეს მისი დები არ. ქრისტეზეც იგივე უნდათ ინფორმაცია მოიგროვონ და ეს ის არ არის, გიცნობთ ვიცით. და ვერანაირ სასწაულს ვერ ახდენდაო ქრისტე მათ შორის. კარგი ცნობის გამო ვერ ღებულობდნენ მას. სინამდვილეში ამ ცნობით უბრმავდებოდათ გონება და ვეღარ ბრწყინავდა მათთვის სახარების შუქი. ჩემო ძვირფასებო, ურთულესი არის იყო რწმენაში, იდექით რწმენაში. იცი რას ნიშნავს იდექით რწმენაში? სახლში რო ხარ, რწმენით ფიქრობ. რწმენით, მე სახლში ზივარ და რწმენით ფიქრობ. მე მხოლოდ დრო მაშორებს ქრისტესთან შესახვედრად. მე უფალთან მისვლამდე დრო მიშლის მხოლოდ ხელს. ეშმაკი მეუბნება მისვენეთ ახლა რთული დასაჯერებელია საერთოდ ის რაც უფალმა გააკეთა შენ ცხოვრებაში. შენ არა მარტო ზეციდან და ღმერთისაგან იშვი. არა მარტო ღმერთის შვილი ხარ. ეხლა ღმერთის შვილები ვართ, ოღონდ ჯერ ეს ყველაფერი აი დაფარულია და ქრისტემ ერთხელ ასე შეძახა ხმამაღლა. ჰეი მამაო, შენ ეს დაფარე ბრძენთა და გონიერთაგან და განუცხადე ეს შვილებს. ეს დაფარული არის ადამიანებისგან. ხალხი ვერ ხვდება იმას, რასაც ღმერთი აკეთებს. ეხლა ასია, მაგრამ ჯერ არ გაუმჟღავნებულა ეს საიდუმლო პროცესი ღმერთისა მიმდინარეობს და შენ შეგიძლია საკუთარ თავში რწმენით შეხვიდე და რწმენით დაიწყო ფიქრი. ვინა ვარ მე? მე ღმერთმა ხელმეორად მშვა. საიდან ვიცი? ჩემი გრძნობა ამას არ მეუბნება, მაგრამ მე მეუბნება სიტყვა, რომელიც არის ჭეშმარიტი. იოანეს 17:17-ში ქრისტემ თქვა, განწმინდე მამაო, მათი შეხედულება და მათი აზროვნება შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა. სიტყვა გვეუბნება, რომ ეს ასეა და მე ნახეთ, მეორე კორინთელთა 4:13 მიყვარს ძალიან ეს მუხლი. მეორე კორინთელთა 4:13. რა კი იგივე რწმენის სული გვაქვსო, რა? მწამდა და ამიტომ ლაპარაკობდი. მწამდა და ამიტომ წადი და უთხარ შენ მეზობელს, რომ მე ღმერთის შვილი ვარ. სიცილით მოკვდება. აბუჩა დაგიგდებს, იმიტომ რომ რასაც ვერ გებულობს მიაჩნია სისულად და სულ არ არის საჭირო რომ ეხლა წახვიდე და აფიშირება აკეთო ამის, იმიტომ რომ ის რასაც ღმერთი აკეთებს, მამა რომელიც ხედავს შენ დაფარულში, ღმერთის სამუშაო მიმდინარეობს შინაგან სამყაროში და დაწერილია რომ ეს პროცესი ჯერ ეხლა ღმერთის შვილები ვართ, ოღონდ ჯერ არ გაუმჟღავნებულა რანი ვიქნებით. რადგან როცა გამოჩნდებაო მისი მსგავსნი ვიქნები და ყოველმა ვისაც ეს იმედი აქვსო, მისი განიწმინდოს თავისთავად როგორც საწმინდა. მე დღეს ვიწყებ მხოლოდ რწმენაზე საუბარს და შემდეგ მსახურებას გავაგრძელებ, რომელთა წერილით დავამთავრებ. რომელთა წერილი პირდაპირ ამბობს. რომელთა მერვე თავი. მე-17 მუხლიდან, ხოლო თუ შვილები ვართ, მემკვიდრენიც ვართ. ღმერთის მემკვიდრენი და ქრისტესთან ამემკვიდრენი. თუ სინამდვილეში მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ კიდეც. ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ. მიაქციეთ ყურადღება მე-19 მუხლიდან. რა პროცესი მიდის მთელი ეს პლანეტები და ყველაფერი, რაც კი შექმნილია, რას ემსახურება. ვინაიდან ქმნილება იმედით მოელისო, რუსთავში, როდის გახდებიან მორწმუნენი ღრმა შემეცნების მატარებელი. ქმნილება ლაპარაკი არის დედამიწა, მზე, მთვარე და ირგვლივ ყველაფერი ერთ სამუშაოს ემსახურება, ღვთისშვილთა გამოჩენასო. რამე თუ ქმნილება თავისით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამორჩილებლის მიერ იმედითო. მზესაც აქვს იმედი, რომ ერთ დღეს ის მარადიული გეგმებისათვის იმუშავებს და დედამიწასაც.
რომ თვითქმნილებაც განთავისუფლდეს ხწნადობის მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვისო. ვინაიდან ვიცით რომ მთელი ქმნილება ერთნაირად კვნესის და იტანჯება აქამდეო. რატომ? და არა მარტო ის, არამედ ჩვენც ასე გავდივართ პროცესს მშობიარობის და აი ამ გაახლების ადამიანიდან ქრისტეში. რომლითაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვსო, კვნესით ჩვენს თავში ველით რა მოველითო შვილებას ჩვენი სხეულების გამოსყიდვას. მე ამით მინდა უბრალოდ დღეს დავასრულო, იმიტომ რომ სხვა მიმართულებით შემდეგ მსახურებაზე გავაგრძელებ და დაწვრილებით შევეხებით. იყავი მორწმუნე. მორწმუნე ნიშნავს, რომ მე მწამდა და სხვა რამებს ლაპარაკობდი. ზოგჯერ უყურებ ეკლესიაში დადის პიროვნება რამდენი წელია და სხვანაირად ლაპარაკობს. ეჭვები, საერთოდ რაც გულშია მოჭარბებული, ბაგეებზე ჩდება. ქრისტემ თქვა გულში მოჭარბებულს ბაგეები მეტყველებს. თუ მორწმუნე ხარ, მაშინ ილაპარაკებ და იტყვი რომ მე ღმერთის შვილი ვარ. თუმცა ჯერ არ ვარ სრულყოფილი. მე ქრისტესთან ამემკვიდრე ვარ. თუმცა ჯერ კიდევ ჩემ ცხოვრებაში პროცესი მიმდინარე არის და ვიდრე ეს დასრულდება, ეხლა ვარ ღმერთის შვილი, მაგრამ ჯერ არ გავამჟღავლა რანი ვიქნებით. ამიტომ ვდგევარ წმენაში და ის რაც არ მესმის მიყვები მე და ვენდობი და ვიცი რომ ერთ დღეს ფილიპელთა 1:6 ამბობს, თქვენში დამწყები კეთილი საქმისა დაასრულებს კიდეც. მან მოგვიხმო, მოგვიწოდა და გითხრა, გამომყევი მე და ერთ დღეს ყველაფერს შეცვლის ნახავს. ბევრი შეკითხვები. ეს რა არის? ეს რატო შენ უბრალოდ უნდა ირწმუნო და მიყვე და ბევრ რაღაცას ფარდა აეხდება, გზა და გზა და ეჭვების გარეშე შეგიძლია რომ რწმენის მამაკაცად და რწმენის დედაკაცად ჩამოყალიბდე. მინდა რომ წამოდგეთ ჩემთან ერთად. ჩვენ უფლის წინაშე ვდგევარ და ვიცით რომ ყველა ჩვენი ქმედება, ლოცვა, გალობა, მე ვიცი ფიქრი თუ ნებისმიერი რამ რასაც ვაკეთებთ რწმენით უფლის წინაშე მიმდინარეა და თესლია, რომელიც აუცილებლად აღმოცენდება.